თარგმნელებისთვის კონკურსი გამოცხადდა. პროექტს მწერალთა სახლი ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მთარგმნელებს. ამ დროისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით კონკურსის მიზანია მწერალთა სახლში ჩამოყალიბდეს თარგმნელობითი ლაბორატორია, რომელიც გამოავლენს ახალი თაობის მთარგმნელებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. მთელი ჩემი ახალგაზრდობა და თქვენ წარმოიდგინეთ სკოლის მერე, სკოლის დამთავრების შემდეგ 1 წელი ვმუშაობდი მთარგმნელობით კოლეგიაში, არსებობდა ესეთი ორგანიზაცია. მერე წავედი 5 წელი ვისწავლე და ისევ დაბრუნდი მთარგმნელობით კოლეგიაში. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ქვეყნებისთვის, რას ნიშნავს ზოგადად ლიტერატურისთვის ლიტერატურული ურთიერთობები და ეს ურთიერთობები არის, რა თქმა უნდა, თარგმანი უპირველეს ყოვლისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ისეთი პატარა ერისთვის, როგორც საქართველოა, რომელსაც ამხელა ლიტერატურა აქვს, მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე მოხვდეს სათანადოდ. ჩვენ ამ თარგმანებით უნდა გამოვავლინოთ ის ადამიანები, რომლებიც კარგად აკეთებენ ამ საქმეს. ეს არის ხელობა. ეს არის არაჩვეულებრივად სრულიად განსაკუთრებული ნიჭი, წერლური ნიჭიც უნდა ქონდეს ადამიანს, რომელიც მხატვრული თარგმანით არის დაკავებული, ხო? ამიტომ ჩვენ გვინდა რომ შემოვიკრიბოთ ეს ადამიანები, ამ ჯგუფმა განსაზღვროს რა უნდა გავიდეს საქართველოდან, რომელი ლიტერატურა არის ძვირფასი, ძველიც, ახალიც, უახლესიც, რომელიც ეცდება, რომ მსოფლიოს საერთაშორისო ფესტივალებზე, კონკურსებზე მოახვედროს ზუსტად ის ნაწარმოებები, რომლებიც გაგხვდის ჩვენ ამ დიდი ლიტერატურული ოჯახის წევრად. განაცხადები უკვე შემოდის, ძალიან ესეთი და ბევრი დაინტერესებული ადამიანი გვირეკავს და გვეხმიანება და მე მივხვდი, რომ ის ერთი თვე, რომელიც მიცემული იყო კონკურსანტებისთვის, ცოტაა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 3 აპრილს, როცა თავდება განაცხადების მიღება, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, რომ ერთი თვით კიდევ აგრძელებთ ამ კონკურსს, ასე რომ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ადამიანებს, რომ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები, თავიანთი თარგმანები. და რაც მთავარია, ჩვენ ვეძებთ დებიუტანტებს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამ ძველი უკვე ძალიან სახელოვანი მთარგმნელების გვერდზე გაიზარდონ ახალგაზრდა მთარგმნელები, რომლებიც ამ საქმეს ისწავლიან. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება მთარგმნელთა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის წევრებიც დაკავდებიან ქართული ლიტერატურის თარგმნით უცხოურ ენებზე. ორგანიზატორთა განმარტებით, თარგმნელობითი ლაბორატორიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ქართული ლიტერატურის თარგმანები, სინოფსისები და ბწკარედები. სწორად შერჩეული სათამაშო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. როგორ უნდა მოხდეს შერჩევა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ნინო თოთაძე. როგორც სპეციალისტმა განმარტა, სათამაშოები ბავშვთა განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა. ის ხელს უწყობს მისი ხუთი გრძნობის გააქტიურებას და ჩამოყალიბებას. ბავშვებისთვის სათამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა სათამაშოები, რომელსაც ჰქონდა როგორც ბავშვისთვის გართობის საშუალება, ასევე შევეცნებითი კუთხით. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ, რა თქმა უნდა, სათამაშოზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ეს არის ის, რამაც მან სამყარო უნდა აღმოაჩენინოს ბავშვებს. მნიშვნელოვანია, როგორც ეს ართობს მათ პირველ რიგში, ასევე მშობლებთან და უფროსებთან ურთიერთობის კუთხით და შემდეგ უკვე ბავშვებთან ურთიერთობის კუთხით. მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სოციალური ურთიერთობების, ასევე ენობრივი ბარიერის გადალახვის კუთხით და ასე შემდგომ. სათამაშოს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც მისი ფიზიკური
ფიზიკური, იმისადმი გონებრივი განვითარების კუთხით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისიც ასაკობრივი ჭრილით უნდა იყოს შექმნილი ფაზლები, ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გასართობი არის, ასევე უკვე ასაკობრივი ჭრილით კუბები, რომელთაც ვთქვათ, სხვადასხვა დატვირთვა აქვს ფერების მიხედვით, ვთქვათ, მასზე დაწერილი თუნდაც მათემატიკური ციფრების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვნად დადებითად მოქმედებს ბავშვებზე და ასევე ვთქვათ, ფიზიკური განვითარებისთვის, თუ კი თქვენ ბავშვს სჯობს, ვთქვათ, ერთი ფუმფულა სათამაშოს მიწოდებას, რომელსაც ვთქვათ, ჩაიხუტებს და იქნება სჯობს, მივცეთ რამდენიმე იგივე ვთქვათ, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული კუბი, რომელიც როცა გაუვარდება, დაიხრება, აიღებს, არ შეეზარება, რომ ვთქვათ, წავიდეს, მოიტანოს და ასე შემდეგ, რაც მისი ვთქვათ, კუნთოვანი სისტემის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. როგორც პედიატრმა აღნიშნა, ბავშვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია შემოწმდეს სათამაშოს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები. მისი თქმით, შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ისეთ მასალებს, როგორიცაა ბამბა და ბუნებრივი საღებავები, ასევე ხისგან დამზადებულ სათამაშოებს. რამდენადაც საგანძური არ უნდა იყოს სათამაშო ბავშვებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორად იქნეს ის შერჩეული მისი შეძენის დროს. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ პირველი გავითვალისწინოთ ასაკობრივი ჭრილი, ანუ რამდენად შესაბამისობაში მოდის, მეორე რა ნივთიერების, რა მასალისგან არის დამზადებული ესა თუ ის სათამაშო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება, რომ იყოს ბუნებრივი, ვთქვათ, ქსოვილისგან დამზადებული, თუ კი არის, ვთქვათ, რომელიმე ცხოველის გამომსახველი სათამაშო და ნატურალური, ვთქვათ, ქსოვილისგან დამზადებული. ასევე საღებავები რამდენად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, მასალის კუთხით ერთ-ერთი უპირატესობა ენიჭება ხის სათამაშოებსაც. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები განსაკუთრებულად 3 წლამდე ასაკში და შემდგომაც სამყაროს შეცნობას იწყებენ ყველა ნივთთან შეხებით, მისი პირში ჩადებით, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია, რა მასალისგან არის დამზადებული პროდუქტი. შემდგომ, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ხმის გამომცემი სათამაშოები, როდესაც იწყებენ ერთი ხელიდან მეორე ხელში გადატანას და ასევე მნიშვნელოვნად დასაკვირებელია ეგრეთ წოდებული საწოლზე დასამაგრებელი მუსიკალური კარუსელები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების კუთხით. პირველი, კარგად იყოს საწოლზე დამაგრებული, რომ ისე ჩამოვარდნის ალბათობა არ იყოს, საწოლში არ დაუტოვოთ ბავშვებს სათამაშოები. მესამე მნიშვნელოვანი, რომ ეს ეგრეთ წოდებული მუსიკალური კარუსელი არ გამოცემდეს განსაკუთრებულ მძაფრ ხმას, რომელიც პირიქით შეიძლება გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბავშვისთვის და მკვეთრი შუქის მქონე არ იყოს. მნიშვნელოვანი ასევე ყურადღება მივაქციოთ, თქვათ იგივე ფუმფულა სათამაშოების კუთხით, ხო არ ძვრება ეგრეთ წოდებული თვალი, ან ასე შემდგომ ენერგიის წყარო ბატარეა, რომელიც შეიძლება გადაცდენის საფრთხე აღმოჩნდეს ბავშვებისთვის და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ნინო თოთაძის განცხადებით, ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. პედიატრის თქმით, შერჩევისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის ასაკი და უსაფრთხოება. სპეციალისტების დაკვირვების მიხედვით, სისხლის რეგულარული დონაცია არა მხოლოდ სხვა ადამიანების სიცოცხლეს ეხმარება, არამედ დონორის ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს. ამ საკითხზე კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. სპეციალისტებმა 2 ჯგუფის მონაცემები შეისწავლეს. პირველ ჯგუფს სიცოცხლის განმავლობაში სისხლი 100-ზე მეტჯერ ჰქონდა გაღებული. მეორე ნაწილს კი 10 ჯერაც არა. კვლევის ფარგლებში 217 მამაკაცის ნიმუში, სხვა 212 კაცის სისხლში ადარეს. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ აქტიურ დონორთა გენში სასარგებლო მუტაციები უფრო მეტი იყო. სპეციალისტების მოსაზრებით, სისხლის დონაციის დროს გამოწვეული მსუბუქი სტრესი ხელს უწყობს ღეროვანი უჯრედების რეგენერაციას, ისე რომ მავნე მუტაციებს არ იწვევს. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ რეგულარული დონაცია აუმჯობესებს სისხლის რეგენერაციის უნარს. კვლევართა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები დამაიმედებელია, საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევები. სპეციალისტების განმარტებით, ნიმუში მცირეა, ამიტომ დანამდვილებით იმის თქმა, რომ სისხლის დონაცია ამცირებს ლეიკემიის რისკს შეუძლებელია. მათი მოსაზრებით ეს აღმოჩენა დაეხმარებათ უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება სისხლის კიბო და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.